გადმოვინაცვლოთ, სადაც გასულ შაბათ-კვირას კიდევ ერთი შერეული ქორწინება შედგა, თუმცა ამჯერად მეფე პატარძალმა ნამდვილი ქართული ქორწილი გამართა. უძველესი ტრადიციის მიხედვით უცხოელი სიძის ნათლობისა და ჯვრისწერის შემდეგ ანჩისხატის ეზოში ქართული იცეკვეს. ამ უნიშნელოვანესი დღისათვის ფრანგი მეფე ქართულ ცეკვას ერთი თვის მანძილზე სწავლობდა. ფრანგი დედამთილ მამამთილი კი ხევსურულ ადათსა და ვახტანგურს ეუფლებოდა. გასულ კვირას ანჩისხატის ტაძრიდან ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი მეფე პატარძალი უძველესი ტრადიციის მიხედვით ჯერ ხანჯლების და შემდეგ მწვანე ტოტების ხეივანში გამოატარეს. ყველაფერი ქართული ტრადიციების სახლის ადგილის დედის სცენარის მიხედვით მოხდა და ზუსტად ისე როგორც პატარძლის ოცნებაში იყო. 20 წლის ხატია ხუცკივაძემ თავისი ოცნების პრინცი წარმოშობით ფრანგი 31 წლის ვენსან ევანო ფრანგულ ქართულ უნივერსიტეტში დეკემბერში გაიცნო და ქართული ჩოხაც მოარგო. ვიდრე გვირგვინებს დაიდგამდნენ და მარადიული სიყვარულის სიმბოლოებს გაცვლიდნენ, ვენსანს ანდრია ეწოდა. ნათელს იღებს მონა ღვთისა ანდრია, სახელითა მამისათა, ამინ. Et puis le prêtre il m'a dit მამა მომიცხა რომ ნათლობის შემდეგ ყველა ცოდვა მეპატიება და ძალიან კმაყოფილი ვარ. შტაბეჟილებები კი დაუვიწყარი იყო, მაგალითად comment on dit les cheveux? Tsmebi. Trali. Qu'il est ok, comment on dit les couronnes? Guerguini da Samitcher. პრინციპში ბოლო წუთამდე არაფერი არ ვიცოდი და ყველაფერი მოულოდნელი იყო. ჩვენი ცეკვის გარდა რა თქმა უნდა. ცეკვის შესასწავლად წყვილმა ადგილის დედას ქორწილამდე ერთი თვით ადრე მიაკითხა. სტუდიის ქორეოგრაფის პრაქტიკაში ვენსან ევანო ერთ-ერთი ყველაზე მოწადინებული მოსწავლე აღმოჩნდა. როდესაც ვეუბნებოდი, რომ ჯერ ბიჭი აწონებს თავს, მერე გოგო აწონებს თავს, და ეს მოეწონა ყველაზე მეტად და აღნიშნა, რომ საერთოდ ფრანგულ საცეკვო ფოლკლორს არ გააჩნია ესეთი სატრფიალო ცეკვები. დაიმახსოვრა ეს ტერმინი ყველაზე კარგად და ყოველთვის მახსენებდა გასმა. ანჩისხატთან დავლილი დავლურისა და ნეფის ქართული გასმისათვის მაყარმა ფრანგული ბრავო არ დაიშურა. მანამდე კი ხევსურული ადათის მიხედვით შამფურებზე წამოცმული ტკბილეული, ხონჩით მირთმეული თაიგული, მამების ვახტანგური და თაფლიანი კვერი იყო, მიღებული ნანტელი დედამთილის ხელიდან, რომლის განცდები კასპელი მძახლებისათვის თარგმანის გარეშეც გასაგები იყო. Très ému, très ému devant tant d'émotions, tant de chaleur aussi, de l'accueil des Géorgiens. Oui, vraiment très ému. ახალგაზრდები თავს მონაწილეობდა ასპირშენი და ჩვენც მასწავლებლებიც ტრადიციების სახლის მონაწილენი ყველამ დიდი სიხარულით ვამზადებდით ამას. თაიგულიც კი შევეცადეთ ყოფილიყო ქართული და საერთოდ ეს ელფერი რაღაც ყოფილიყო ძალიან მშობლიური ქართული, რომ აი სისადავე და სილამაზე გაყვეთ მათ მთელი ცხოვრების მანძილზე. ქართული ტრადიციების სახლის მიერ დადგმული რიტუალები ანჩისხატის ეზოში დასრულდა. სცენარისგან უკვე თავისუფალმა ნეფემ მაშინვე ფრანგული ტრადიცია გაიხსენა და იმის დემონსტრირებაზე თუ როგორ შეიყვანდა სახლში ხელში ატაცებულ პატარძალს ბევრიც არ უფიქრია. ნარიყავას აღმერთს ჩოხებითა და ჩიხტიკობებით შემოსილი მაყრიონი შეეფინა და მეფე პატარძალს საუკუნო სიყვარული უსურვა. სტუმრებს შორის ჩვენი კორესპონდენტი მაია ლომიძეც გახლდათ. როცა თბილისის თითქმის ყველა ტაძარში ჯვრისწერის საიდუმლო ტარდებოდა, ნარიყავას აღმერთს ჩოხებითა და ჩიხტიკობებით შემოსილი მაყრიონი შეეფინა. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში საუკუნო სიყვარული ერთმანეთს სალომე ემხვარმა და შოთა ნიჟარაძემ შეფიცეს.
ქართველმა ერთმანეთი გასულ წელს გაიცნო. იმ წელს შევხვდი, რომ ჩემი ოგლი გახდებოდა. თქვენ როდის გაიგეთ ამის შესახებ? როცა შეყვარული ავიხსნა. ის ფიქრეთ თუ მაშინვე და არც ისე დიდხანს არც საქორწილო რიტუალზე უფიქრიათ და საქმე ქართული ტრადიციების სახლს ადგილის დედასანდეს. ჩვენ თავი მიზანი ეს არის, რომ ჩვენი ულამაზესი ტრადიციები, ადათ-წესები, რომელიც მივივიწყეთ სამწუხაროდ, ისე გავაცოცხლოთ და დავუბრუნოთ ყოფას. რომ ქართული ხალხური სიმღერა ცეკვა მხოლოდ სცენაზე კი არ ჩანდეს, არამედ ის ჩვეულებრივ ჩვენს ყოველდღიურობაში დაბრუნდეს. სალომე 6 წლისაც არ იყო, როდესაც ოჯახი აფხაზეთიდან წარმოვიდა. ნათესავების უმრავლესობა დღემდე იქ ცხოვრობს. ქორწილს კი რამდენიმე მათგანი დაესწრო. ძალიან გვიყვარს აფხაზი ნათესავები და თან რა თქოს ამ? ძალიან ბედნიერები არიან, სამწუხაროდ ბევრი ვერ ჩამოვიდა, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ძალიან უხარიათ. მე ამჟამად ჩამოვედი აფხაზეთიდან, გალიდან. იქ ნათესავებმა იციან ეს ამბავი, სალომეს? ყველა მიიციან, სულ ამაყრთებენ, სულ ულოცავენ გაბედნიერებას და სულ იმას ამბობს, რომ ღმერთმა ქნას, რომ ეს ჩვენი საწინდარი მომავალი ბედნიერების ქართველებისა და აფხაზების უფრო მშვიდობის და ყველაფრის საწინდარი ყოფილიყოს. ქართულ-აფხაზური ტრადიციის თანახმად წყვილი ჯერ მამებს, შემდეგ დედებს უნდა დაელოცათ. შეხედათ ამ წყვილს და როგორ შეიძლება ჩვენ შორის შერიგება არ მოხდეს. ჩვენ ხო ერთი ჯისისანი ვარ, ერთი ჯილაგისანი ვარ, ერთნაირი რაინდები ვარ და ვიღაცა უცხომ სხვამ ჩამოაგდო ჩვენ შორის შუღლი, მაგრამ შამფურზე აცმული ტკბილეული ხვავისა და ბარაქის სიმბოლო. ზითვად ვეფხის ხაოსანი. ყველაფერი წესის მიხედვით იყო ცერემონიაზე, სადაც ყველა იზიარებდა აზრს, რომ ეს ქორწილი ორი ოჯახის ბედნიერების საზღვრებს გასცდა. ჩვენ ახლა ქართველები, აფხაზები ხო ერთი ვიყავით და ერთნი ვართ. ხომ რაღაცა ბედის უკუღმართობამ გამოიწვიეს ყველაფერი რაც მოხდა ჩვენ შორის, რომ ყველა დარწმუნებული ამაში, მაგრამ თანდათანობით მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ყველაფერი გამოსადვა ითქევადელი დღეს ეს ორი უძველესი გვარი ქართულ-აფხაზური ემხარების და ქართველების სიმერული გვარი ნიჟარაზების ესე იგი გაერთიანდნენ ხო? ესე იგი შესაძლებელია და მოდეს დასაბამი ყოფილიყოს აი იმ დიდი შერიგებისა. მილოცვები ჯერ დამთავრებული არ იყო, რომ მეფე პატარძალს პირველი ცეკვისთვის მაყრიონმა განიმისცა. ცეკვის დასრულებისთანავე ნარიყალაზე აფხაზური სიმღერა შემოსძახეს. ქორწილი ბოლომდე ძალაში არ იყო შესული, ახალჯვარდაწერილებს ერთი მოსალოდნელი შეკითხვა დაუსვეს და 9 ქალვაჟის არა, მაგრამ მაინც მტკიცე პირობა ჩამოართვეს. რამდენი შვილი უნდა იყოლიო? ესე გეგმაში არ აგო. ბევრი. მაგრამ რამდენი ეს ბევრი არ ვიცი. კიდევ ერთხელ ულოცავთ ახალდაქორწინებულებს გაბედნიერებას 9 ქალვაჟს უსურებთ. რუსთავიერის დილის პროგრამა კი კულტურის სიახლეებით გრძელდება. გოგა